დავიწყებ იმით, რომ ჩვენ ვიყავით ერთადერთი პარტია, რომელიც არჩევნების შემდეგ პირველივე დღიდანვე ვამბობდით, რომ მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მომზადება. შემდეგ უკვე ჩვენ აქტიურად დავიწყეთ ამ გადაწყვეტილებისთვის მზადება და ამისთვის მზადება. ბოიკოტი არის ის, რაც ბიძინა ივანიშვილს აწყობს ყველაზე მეტად და ბოიკოტი არის მხოლოდ საჩუქარი ბიძინა ივანიშვილის ხელში. ჩვენ ეს საჩუქარი არ მივეცით ბიძინა ივანიშვილს ხელში და ვინც მისცა იმ ადამიანების მხრიდან ეს ბულინგი ჩვენც არაფერს არ ნიშნავს, ვინ განადგურდება და ვინ არ განადგურდება, ამას ქართველი ხალხი უკეთ გადაწყვეტს, ეს ნაციონალური რეჟიმის გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის. დღეს ნაციონალური მოძრაობის სპიკერები და ქართული ოცნების სპიკერები ერთ-ერთში საუბრობენ ზუსტად ერთი და იგივე სიტყვებით ჩვენზე და ზუსტად ერთი და იგივე ტერმინოლოგიით გადმოცემენ ტელევიზიებში ერთი და იგივე ნარატივს. ეხმარებიან ერთმანეთს ამ ნარატივის გაძლიერებაში და საერთოდ არ გამიკვირდება, რომ ნაციონალური მოძრაობის სპიკერებმა მოუწოდონ თავის ამ მომრჩეველს, რომელიც ვერ გადაარწმუნეს, რომ არჩევნებზე არ უნდა მოვიდნენ, შეიძლება საერთოდაც უთხრან, რომ ქართულ ოცნებას მისცენ ხმა. შესაბამისად, მათი მხრიდან ეს აჟიოტაჟი, ისტერიკა და ეს არაადეკვატური ქმედებები, რომელიც გასულია ყველანაირი დემოკრატიული, კონსტიტუციური და განვითარებული სამყაროსკენ სწრაფვის ფარგლებიდან მხოლოდ მათზე მეტყველებს, ჩვენ არ ვექვემდებარებით არც გარე აქტორებს და არც შიდა აქტორებს, ამიტომ მათ გადაწყვეტილებებზე იფიქრონ. ქუჩას ირჩევენ ხელისუფლების შესაძლებლად ნაციონალურ მოძრაობაში და ამბობენ, რომ არჩევნების ჩაშლაზე საუბრობენ. რამდენად სწორია ამ არჩევნების ჩაშლაზე საუბარი და თქვენ რას ფიქრობთ, ანუ ვითი შეიძლება შეცვალოთ, ანუ რა გზებით აპირებთ ხელისუფლების შეცვლას? აქედაც მოწოდოში ამბობენ, რომ ჩვენი გეგმა არის საზოგადოების ინფორმირება, ქუჩა და პლუს საზოგადოების ინფორმირება, რატომ არ უნდა მივიღოთ არჩევნების მონაწილეობა? ამ გეგმას როგორ აფასებთ? არჩევნები არ არის ვიღაცის მემკვიდრეობით გადაცემული ჯილდო, არჩევნები არის ქართველი ხალხის მონაპოვარი და ბრძოლის შედეგად მიღწეული პოლიტიკური ქმედება. შესაბამისად, სანამ კონსტიტუციურად დანიშნული არჩევნები იქნება ჩვენს ხელთ, ჩვენ ამაზე ვარს არ ვიტყვით, ასევე ჩვენ კარგად იცით, რომ ჩვენი მხრიდან საპროტესტო მოძრაობაში ჩვენი ჩართულობა არის საკმაოდ აქტიური, თუმცა ის ადამიანები, ვინც მოუწოდებენ ხალხს და ატყუებენ ამ რადიკალიზაციის მიმართ, არ ვიცი რატო ელოდებიან 4 ოქტომბერს, ხო? თუ რაღაც შეცვლა შეუძლიათ, რატო არ ცვლიან აგვისტოში, რატო არ ცვლიან სექტემბერში, რატო ელოდებიან ისინი 4 ოქტომბრის მოსვლას. ზოგადად ქუჩის გზით ცვლილებების მოტანა შეუძლია მორალურად სწორ ხალხს. ისტორიის მანძილზე ზოგადად ესე ხდებოდა. ნაციონალური მოძრაობა ქუჩის გზით და ვერანაირი გზით ცვლილებას ვერ მოიტანს, იმიტომ რომ ისინი არიან რეჟიმის შემქმნელები ამ ქვეყანაში, რომელ რეჟიმსაც ეხლა ძალიან წარმატებით აგრძელებს ქართული ოცნება, მათ გადაიბირეს და გადაიბარეს ყველა ის ქმედება, რომლის გამოც ნაციონალური მოძრაობა ამ ქვეყანაში არ მოგწონდა და რომლის გამოც ეს რეჟიმი დასრულდა. არა მარტო ქმედებები, არამედ ამ რეჟიმის მთავარი შემქმნელებიც კი დღეს იმყოფებიან ქართული ოცნების მოწინავე რიგებში. შესაბამისად, რასაც დღეს ეს ადამიანები აკეთებენ და რომ ქუჩა არის მთავარი ბრძოლის ხაზი, კი ბატონო, მათ ამას არავინ არ უშლის, ყველას თავიანთი არჩევანი აქვს. ჩვენთვის ყველა საბრძოლო გზა გამოსაყენებადია, ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვემხრობით ქვეყანაში მშვიდობიან ცვლილებებს, ამას ვამბობდით ყოველთვის, დღესაც ასეა. თუ ვინმე სხვა ცვლილება წარმოუდგენია, კი ბატონო, ეს მათი გადაწყვეტილებაა, ჩვენ ვირჩევთ ბრძოლის ამ გზას, ამიტომ მათ თუ გონიათ, რომ ამის უფლება აქვთ და ამის მორალური უფლება აქვთ პირველ რიგში და ამის უფლება აქვთ, რომ ვიღაცა ამის გამო განსაჯონ, ნამდვილად არ აქვთ ამის უფლება, მათ ქმედებებზე აგონ პასუხი. პირველ რიგში იმ ქმედებებზე, რომელიც მათი მმართველობის დროს ჩაიდინეს და მერე იმ ქმედებებზე, რომელსაც ეხლა უკეთებენ ქართულ ხალხს, ატყუებენ ყოველდღიურად, ამყოფებენ ილუზიაში და დღეს ქვეყანაში თუ რამე ეხმარება ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის შენარჩუნებაში, ეს არის ნაციონალური მოძრაობა. ამდენ თვიანი პროტესტის
მოძრაობა უშუალოდ ბოიკოტში უწევს პარლამენტში დატოვეს მანდატები. როგორც ასევე არჩევნების ბოიკოტს უცხადებენ. ამდენი ხნის შემდგომ და ბოიკოტების ფონზე, როდესაც ამბობენ, რომ ჩვენი გეგმა არის მხოლოდ საზოგადოების ინფორმირებულობა იმ კონტექსტით, რომ არ უნდა მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, აი ამ ნაცის როგორ. კი ბატონო, გააკეთონ ინფორმირება, მე რა ხდება, სად ჩანს მათი ბრძოლა. ჩვენ დავსვით ძალიან კარგი კითხვა, რომ ბოიკოტის შემთხვევაში რა იქნება მომდევნო ეტაპი და სად დავინახავთ ბრძოლას, რომ ქართველი ხალხი არ დარჩება ქართული ოცნების პირისპირ მარტო. ბოიკოტი არ არის ქმედება, ამ შემთხვევაში ბოიკოტი არის ქმედებისგან თავის შეკავება, მას უნდა მოჰყვებოდეს ლოგიკური, ნორმალური ქმედება იმისათვის, რომ რეჟიმი დააზიანოს. ჩვენი თვალთახედვით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც არის კონსტიტუციით დანიშნული და რომელიც არის ერთადერთი არჩევნები, როდესაც ამომრჩეველთან ყველაზე ახლოს მიდიხარ და როდესაც გეძლევა ბერკეტი, რომ ადამიანები, რომლებიც პროპაგანდის ხორბლი არიან, გამოიყვანო ამ პროპაგანდიდან, ამ შესაძლებელიდან არ გავუშვებთ, იმიტომ რომ ჩვენთვის ეს არის უფრო მნიშვნელოვანი გზა, ჩვენ ფიქრობთ, რომ ამით უფრო დიდ ზიანს მივაყენებთ ქართულ ოცნებას, ამიტომ ჩვენ მივყვებით ამ გზას. ბოიკოტის ალტერნატივად ვერ დაგვანახა ვერც ერთმა ბოიკოტის მომხრე ძალამ, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას. ჩვენ ამ კითხვას ვსვავთ უკვე დიდი ხანია, კი ბატონო, მათი არჩევანია, რასაც გააკეთებენ. ყველას თავის გადაწყვეტილებაზე უწევს პასუხისმგებლობის აღება. უბრალოდ ამ ბოიკოტით ყველაზე მეტად ეხმარებიან ბიძინა ივანიშვილს და ეს ძალიან მალე კიდევ უფრო ცხადი გახდება. ლიტვის პოლიტიკური ლიდერები გადაიყვანეს თავშესაფარში მას შემდეგ, რაც მელუსიდან შეფრინდა დრონი, ამას გამოეხმაურა სოციალურ ქსელში განტიევნა თავიშვილი და ამბობს, რომ ამ მისლის რომ უნდა იყოს თავდაცვა პროტოკოლით გათვალისწინებული, მაგრამ მაშინ, როდესაც საქართველოს ომში იწევენ და არის ნატოს არაწევრი ქვეყანა და ერთი დრონის შესვლაზე გადავიდნენ თავშესაფარში არის უხერხულიო. რას ფიქრობთ თქვენ ამასთან დაკავშირებით და რამდენად თქვენთვის არის ეს უხერხული? ძალიან უხერხულია ეს განცხადება, რომელიც გააკეთა რატიო ნათანიშვილმა, იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანები და ჯგუფის წარმომადგენელი, რომელიც საკუთარ ხალხს ომით აშინებს უკვე აგერ ამდენი ხანია, თბილისის ქუჩებში დაბომბილი სკოლების ფოტოებს უკრავს ქართულ ხალხს იმისთვის, რომ დააშანტაჟოს, დააშინოს, სოფელ-სოფელ დადის და ისედაც ტრაუმირებულ ომგამოვლილ ხალხს ომით ემუქრება, თან ოკუპანტებს უხდიან ცალმხრივ ბოდიშს, მერე ადამიანის გასამართლებას აპირებენ, რომელმაც ქართული მიწა დაიცვა და ისინი ოკუპირებული მხარის ტერმინოლოგიით გვესაუბრებიან, რომ ქართული მიწის დაცვა თურმე არ შეიძლება, იმიტომ რომ არ გაანაწყენა ოკუპანტი, აი ეს განცხადება ნამდვილად სამარცხვინოა. მით უმეტეს იმის ფონზე, როდესაც ამ ადამიანებმა ყველა გმირი, რომელიც ჩვენ გვესახელება და რომელიც გვეამაყება ბოლო თვეების განმავლობაში, მათ შეურაცხყოფების მიყენების მეტი არაფერი უკეთებიათ. გიორგი ანწუხელიძეზე ძალიან კარგად გვახსოვს ამ გუნდის განცხადებები, ისევე როგორც თეა წულუკიანის სხვა მისი მიმდევრების, ამიტომ აი ამათგან საერთოდ ომზე ლაპარაკი და მშვიდობაზე ლაპარაკი არის ძალიან უხერხული, მაშინ როდესაც თბილისში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში და სოფლებში ადამიანებს უბრალოდ კლავენ, იმიტომ რომ კრიმინალური სიტუაცია არის ძალიან მწვავედ. ლიეტუვა თავის თავს ეს მათი პროტოკოლია, მათი გადასაწყვეტია. ჩვენ თავს მივხედოთ ხალხო, ყოველ ორ ნაბიჯში ადამიანს კლავენ, ახალგაზრდას კლავენ და ქალს კლავენ. აი ეს ხალხი რომ მაგისთვის იცლის, აი ეგ არის უხერხული. ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით კითხავთ, როგორ აფასებთ თავისი ყველა პუნქტით არჩევნებით, ასე ვთქვათ, პარტნიორებთან დაკავშირებით, სახელმწიფოებთან იქნება ხალხ სააკაშვილთან დაკავშირებით, აი თავის ყველა პუნქტით შეაფასოთ კიდევ ერთხელ ევროპარლამენტის რეზოლუცია. ამ რეზოლუციაში ახალი არაფერი არ ყოფილა, ისეთი რასაც არ ველოდებოდით, ხო, გასაგებია ყველა პუნქტი მოსალოდნელი იყო. პოლიტპატიმრები რო ყავს დღეს ქვეყანაში, ესეც ახალი არავისთვის არ არის, სამწუხაროდ ბიძინა ივანიშვილის ტყვეები ყავს აყვანილი და ფიქრობს, რომ ამ ტყვეების აყვანით თვითონ გაიმყარებს ძალაუფლებას, რაც ესე ნამდვილად არ მოხდება. ეს ადამიანები იბრძოდნენ თავისუფლებისთვის და ესე იქნება ყოველთვის.
სხვა პუნქტებთან დაკავშირებით, ავიცი რა შემიძლია გითხრათ ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ეცდება ყოველთვის გამოყენებას ნორმალიზებისთვის, დიდი ხანია ამას ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს. მიხეილ სააკაშვილი ჩვენთვის პოლიტპატიმარი არ არის და არ მეთანხმებით არასდროს ამ ნაწილს, სადაც არ უნდა დაგვიწერონ. ეგ ბევრჯერ გვაქვს ნათქვამი, რომ სურო შუბლზე ვიწეროს ნებისმიერმა აქტორმა და ამით იაროს, არა აქვს ამას ჩვენთვის მნიშვნელობა. მიხეილ სააკაშვილი იყო რეჟიმის შემქმნელი ამ ქვეყანაში, ისევე როგორც დღეს არის ბიძინა ივანიშვილი რეჟიმის შემქმნელი. ევროპარლამენტში იგივეს დროს ევროპარლამენტში პოლიტიკის პოლიტიკური ჯგუფი გამოვიდა იმის მოთხოვნით, ესე ვთქვათ, რომ მეტად გამჭვირვალე იყოს არის სამთავრობოების დაფინანსების საკითხთან მიმართებაში ვსაუბრობ და ახალ პერიოდად ამ ინიციატივას კონკრეტულად არის პოლიტიკური ჯგუფი პატრიოტები ევროპისთვის, ასე ვთქვათ, ეს გამჭვირვალობის საკითხი რამდენად დგას ახლა ევროკავშირში, მათ შორის დღეს წესრიგში ევროპარლამენტში პოლიტიკური ჯგუფი გამოდის ამ ინიციატივით. მე მგონია, რომ ჩვენ როდესაც ხალხის ბიუჯეტის ხარჯვიანობით ცოტათი მაინც მიუახლოვდებით ევროკავშირის ქვეყნებს, მე შეგვიძლია რომ ამაზე ვისაუბროთ. იმიტომ რომ დღეს ქვეყანაში მილიონობით ლარი ჩვენი ბიუჯეტიდან გადახდილი მილიონობით ლარი უბრალოდ იკარგება. აი ერთ მაგალითს გავიხსენებ, რომელიც უბრალოდ გუშინ გადავხედეთ ხელახლა. გურიაში რამდენიმე ბაღისთვის და სკოლისთვის იყო 22 მილიონი გამოყოფილი და ეს ბაღები და სკოლები უნდა გახსნილიყო შარშან. არც ერთი მათგანი აშენებული კი არ არის და უბრალოდ ეს ადგილები ქვეწარმავლების სამოსახლოდ არის გადაქცეული და ეს 22 მილიონი უბრალოდ არსად არ ჩანს, გაფლანგულია. აგერ რუსთავის გზა შარშან დეკემბერში გაიხსნა ძალიან დიდი ზარზეიმით და ეხლა აყრილია. ეს ყველაფერი ფინანსდება ჩვენი ფულით, რომელიც მე სადღაც ჰაერში იკარგება. და ეს ადამიანები, რომლებიც ხალხის ბიუჯეტს უბრალოდ ჰაერში ფლანგავენ და ამ ქვეყანაში ათასობით ბავშვი შიმშილობს, ათასობით ადამიანი ვერ მკურნალობს და უბრალოდ ქვეყანას ძარცვავენ და ამ ნაძარცვი ფულის კრიმინალური გარჩევების და გადანაწილების მერე ერთმანეთის ხოცვაზე არიან გადასული, რაც ახლა მოხდა რიჟვაძის შემთხვევაში. ეს იყო ჩვეულებრივი კრიმინალური სისხლიანი დაპირისპირება ქართველი ხალხისთვის მოპარული ფულის გადანაწილებისთვის. საქართველოსთან მიმართებაში არ თავად ევროკავშირის ნაციით როგორ აფასებთ? დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირმა ძალიან კარგად ის გამჭვირვალობის ფასი და დავწუნებული რომ მათ იმდონეზე აქვთ კორუფციასთან ბრძოლა, რომ ნებისმიერი მათი გამჭვირვალობისკენ გადადგმული ნაბიჯი არის მხოლოდ და მხოლოდ წარმატება მათი ქვეყნებისთვის. მართლ პარტიაში ამბობენ, რომ როდესაც ვრცელდება კადრები აქციის მონაწილეების შესახებ, სადაც ფიგურირებს დანა, მაგალითად როგორც საბაჯიტიას შემთხვევაში და ის მიმართული იყო ამბობენ პოლიციისკენ, ოპონენტები სხვა რამეს ამტკიცებენ, რომ რას იმსახურება ეს ყველაფერი. ნახეთ, აქ ხომ მტკიცება არ იქნებოდა საჭირო არც ერთი მხრიდან ელემენტარული ნდობა რო ქონდეს პროკურატურას. ხალხში საზოგადოებაში ნდობა, აი თუნდაც პროპაგანდისტულ არხებს, მათ შორის თქვენს არხს, მათ შორის იმედს, პოზიტივის, სხვადასხვა არხებს. ნდობა რო ქონდეთ, ხალხის ნდობა რო ქონდეთ ის რომ არ ავრცელებდეთ სხვადასხვა რა მნიშვნელობა აქვს ვინც გაავრცელოთ, თქვენც ხო ავრცელებთ ხოლმე სხვადასხვა ქართული ოცნების ნარატივის გამოძახილებს. შესაბამისად, ეს რომ ნდობა იყოს მაღალი პროკურატურის მიმართ და გამოძიების მიმართ, უბრალოდ ამაზე კითხვები არ დაისმებოდა, მაგრამ ასევე ჩვენ ნახეთ არაერთი კადრი, როგორ ძალადობენ ქართულ ახალგაზრდებზე, როგორ ძალადობენ ქართულ ჟურნალისტებზე. ამას შეთითხნილი კადრი ხო არ სჭირდებოდა, ამას კადრებში ჩანს, როგორ უყურებს ათობით პოლიციელი დაგდებულ ადამიანს, როგორ ცემენ. თქვენ გინახავთ ერთი მაინც, აი ერთი პოლიციელი მაინც, ან ერთი მოძალადე მაინც, ან ერთი ეგრეთ წოდებული ტიტუშკა მაინც, რომელიც თუნდაც თქვენს კოლეგებზე ძალადობდა. გინახავთ რომელიმე მათგანი დასჭილი? მე ერთს ჩაგეკითხებით, ანუ ეს ვიდეო მასალა საქმეში და ანუ 8 თვის წინაც იდო საქმეში და მის უფლებადამცველსაც ჰქონდა ნანახი, მაგრამ ანუ არც ერთი სიტყვა არ დასდენია, რომ თქვა აი საბას თქვა გამოიჭირა ხელში დანა. აი ახლა რატომ დადგა ეს საკითხი და ანუ რატომ ამტკიცებენ, რომ საბას არ ეჭირა დანა? ამდენი ხანი ხო იდო საქმეში ადვოკატსაც ჰქონდა, რატო აქამდე ამ 8 თვის განმავლობაში არც ერთი კომენტარი არ გააკეთა მისმა უფლებადამცველმა ამასთან დაკავშირებით.
ხო, ნახეთ, კიდევ გადმეორდები და კიდევ გაგცემთ იმ პასუხს. დობა უნდა კითხვის ნიშანი მე ვის მიმართაც კითხვის ნიშანი მიჩნდება, ეს არის პროკურატურა, ეს არის სასამართლო და ეს არის რეჟიმი, რომელსაც ჩვენ უბრალოდ არ ვენდობით. ქართველი ხალხი არ ენდობა. ამიტომაც ჩდება ზუსტად ის ბევრი კითხვის ნიშანი, რომელიც ამ თემაზე ჩდება. არ აქვს პროკურატურას ნდობა, არ აქვს სასამართლოს ნდობა, ამიტომ გიწევთ აი ამ რაღაცების მტკიცება და ამიტომ უწევს იმ პროპაგანდას ამ რაღაცების მტკიცება. ეს არის შეთხსული ვიდეოებით თუ არ ვიცი, სხვადასხვა რაღაცებით. შესაბამისად, ჩემ პასუხი ამ თემაზე არის ის, ჯერ ნდობა მოიპოვეთ, ნდობა მოიპოვოს პროკურატურამ, ნდობა მოიპოვოს სასამართლომ და შემდეგ ვისაუბროთ ამაზე. ანუ მე არაფერს არ ვამტკიცებ, უბრალოდ თქვენ როდესაც არის ამბავი და 8 თვის განმავლობაში, როდესაც საქმეში დევს ვიდეო მტკიცებულება. რატომ ამდენი ხნის განმავლობაში, ამ 8 თვის განმავლობაში როგორ გიჩნდება, თქვათ, კითხვა და თქვათ, ეჭვი, ახლა მაინც და მაინც რატომ ხდება ასე საუბარი თქვათ ოპოზიციური პარტიების წევრებისგან, აქტივისტებისგან, სად იყვნენ 8 თვის განმავლობაში, ანუ ადვოკატები თქვენი აზრით, თქვენ რა ახსნა გაქვთ ამაზე? თქვენ რა ახსნა გაქვთ? ეს არ იყო თქვათ ავთენტური ეს ვიდეო მასალა. და თქვენ რა ახსნა გაქვთ ამაზე? ანუ 8 თვეა ვისმენთ, რომ მასალები, რომელიც საქმეში დევს და მტკიცებულებები არის ყალბი, ხშირ შემთხვევაში, ყველა საქმეში ეგრეა. და ეხლა მეკითხებით, რომ 8 თვის განმავლობაშია, რატო არ გავუშვიდათო 8 თვე ამას ვისმენთ, ხო? ხო, ანუ არც ერთი განცხადება არ გავუგებები, ის ადვოკატს რომ თქვათ საბაჯითიას არ ეჭირა. კიდევ ერთხელ გაგცემთ ამაზე პასუხს. ვის რა ეჭირა ამას ახლა მე ვერ დავიწყებ ვერც იმის მტკიცებას და ვერც ამის მტკიცებას, ხო? იმიტომ რომ ჩვენ რო გქონდეს სამართლიანი სასამართლო და რო გქონდეს პროკურატურის მიმართ ნდობა, კითხვის ნიშანი არ გაგვიჩნდებოდა. ხო, რაღაცა გადაწყვიტა პროკურატურამ, გადაწყვიტა სასამართლომ, მიყვებოდით ამ საკითხს. კი ბატონო, ესეა, იმიტომ რომ სამართლის დღეს კითხვის ნიშნები გვიჩნდება ამ სტრუქტურების გადაწყვეტილებების მიმართ. მათი მოტანილი ნებისმიერი მტკიცებულების მიმართ. სამართლიანი სასამართლოს პირობებში, როდესაც დადგინდება და გაირკვევა ეს საქმეები, კითხვის ნიშანი არავის აღარ გაუჩნდება. არც ერთი მოძალადე არ დასჭილა ამდენი ხნის განმავლობაში. არც ერთი პოლიციელი, არც ერთი ტიტუშკა, რომელიც ძალადობდა ვიდეო კადრებში, როგორ ურტყავდნენ წაქცეულებს, ბავშვებს, ქალებს, ახალგაზრდებს, როგორ სცემდნენ ათობით პოლიციელი ერთად. ეს ვიდეო კადრებში ხო ძალიან კარგად ჩანს. გვინახავს ყველას. ამას თქვენ გინახავთ გამოძიება? ამ პოლიციელების დასჯება. არა, როგორ არა ხა მე მაგას ხო გამარჯობაში. ანუ ავთენტურობას ნახეთ, მე ავთენტურობაში ვიდეოს მე გითხარით. მე ხო არ მithქვამს რომ ვინმეს ხელს ვაფარებ. მე ხო თქვი რომ ვერ შევალ ვიდეოს. ნახეთ, მე არ შევალ ამ საქმის გარჩევაში, იმიტომ რომ ანუ მე ვთქვი რომ ვინმეს რამე არ ეჭირა? მე ვთქვი? აი, ნახეთ, თქვენ ეხლა ზუსტად იგივე პროპაგანდას ავრძელებთ, რაზეც წეღარ მითხარით, რომ მეო პროპაგანდას არ ვავრცელებო. კი, თქვენ ეხლა ავრცელებთ პროპაგანდას. და გეტყვი ეხლა რატო ავვრცელებთ? ხო, მე პასუხობთ ამ კითხვაზე. კი ბატონო, თავს არ ვარიდებ. მე პასუხობთ, მე არ ვიცი ვის რა ეჭირა. იქედან გამომდინარე, რომ იმედის ტელევიზიის გავრცელებულ ვიდეოებს ჩვენ არ ვენდობით, არც პროკურატურას არ ვენდობით და არც სასამართლოს არ ვენდობით. აი, ეს არის ჩვენი პასუხი ამაზე. და თქვენ ახლა გინდათ რომ მე მათქმევინოთ, რომ იმას არ ეჭირა, იმას ეჭირა. ამას იტყვიან ადამიანები, რომლებიც ამ საქმეში არიან ჩართული. ადვოკატს კითხეთ, მე რატომ ეკითხებით ამას? აი, ადვოკატს კითხეთ და დარწმუნებული ვარ, ბევრად რელევანტურ პასუხს გაგცემთ ამაზე. ხო ეგრეა? არა, ხო ეგრეა. ტრანსპორტის სასამართლოსთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კითხვა, პროცესის საქმეზე ამის აკრძალებას იწყებს მმართველი გუნდი და დაიწყება გამოძიება, რამდენად სწორად იყო და ეფექტურად გამოყენებული საპოლიციო ძალები და არის კითხვები ოცნებისთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, ალბათ ხვდებით, რომ ეს კითხვები არის მიმართული გიორგი კახარიას. თავის ტრანსპორტის განწყობილება და მოლოდინები მათ შორის
აი ამ კითხვებთან დაკავშირებით რა კითხვებიც არის და მოლოდინები გაქვთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. კი ბატონო, გიპასუხებთ ეხლავე. გიორგი გახარია. გაგცემთ, გავიგე კითხვა. გავიგე თქვენი კითხვა. ძალიან კარგი იქნება ზოგადად თქვენს ტელევიზიაში ამ თემაზე ჩვენი გუნდიდან თუ მიიწვევთ პირდაპირ ეთერში ადამიანებს სასაუბროდ, იმიტომ რომ თქვენს ტელევიზიაში ნაციონალური მოძრაობის სპიკერები თითქმის ყოველდღიურად არაერთის ხედან სამწუხაროდ ჩვენი გუნდის წევრებს არც ერთხელ არ მიეცათ პირდაპირ ეთერში ესაუბრათ ამაზე, მათ შორის არც გიორგი წინა წლებში, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი გუნდიდან არ ყოლიათ. მაგალითად გახარია, რომელიც ვერასდროს ვერ მიიწვიეთ, იმიტომ რომ თქვენ არ გინდათ რომ თქვენს მაყურებელს ეს ადამიანი ესაუბროს პირდაპირ ეთერში. ეხლა რაც შეეხება სტრასბურგის ხო, გახარიას რატო არ იწვევთ? ეს კითხვები ხო, როგორც თქვენ მისვათ თქვისთვის დასასმელ კითხვას, ისე მე გისვათ კითხვას და თქვენ შეგიძლიათ თქვენს პროდიუსერს კითხეთ. გიორგი გახარია რატო ვერასდროს მიიწვიეთ ეთერში? გიორგი გახარია რატო არ მიიწვიეთ? აუცილებლად პასუხები. კი ბატონო. ხო, ნახეთ, ჩვენ ყოველთვის და გიორგი გახარია და მისი გუნდი ამბობდა, რომ 20 ივნისის უნდა გამოძიებული იქნეს სამართლიან პირობებში. მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტმა, ბიძინა ივანიშვილის პარლამენტმა ამ საქმეს მოუწყო ამნისტია, ჩვენ ამ ამნისტიას მხარი არ დაუჭირეთ. ან ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ 20 ივნისის საქმეს პარლამენტში ამნისტია მოუწყო. ეს იცით რას ნიშნავს? რომ დახურა ეგ საქმე. და ამისთვის წინააღმდეგობა მათ შორის არც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმს არ გაუწევია. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ და ვიტყვით, რომ ამ საქმის გამოძიება თუ უნდა მოხდეს სასამართლოს პირობებში. ჩვენ არ გვაქვს არანაირი პრობლემა და წინააღმდეგობა ამასთან. ხოლო ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნება ეხლა თუ რამეზე უნდა ინერვიულოს იმაზე, რომ ძალიან მალე დადგება დრო აი იმათი გამოძიების დეკემბერში, რაც მოუწყოს ქართულ ხალხს. და გიორგი გახარიას არ აქვს სანერვიულოდ საქმე? მე ვფიქრობ, რომ გიორგი გახარიას ყველაზე ნაკლებად აქვს სანერვიულოდ საქმე. საგამოძიებო კომისიის შემდეგ არაერთი კითხვა დარჩა ამ საკითხთან დაკავშირებით. რა საკითხთან დაკავშირებით? 20 ივნისთან დაკავშირებით რამდენად რა კითხვა დარჩა მაგალითად? რამდენად ეფექტურად მუშაობდა თქვათ შინაგან საქმეministri გიორგი გახარია და ამიტომ არსებობს კითხვები. ვის დარჩა ეგ კითხვები? ანუ ამ გამოძიებასაც სტრასბურგი ითხოვს, რომ უნდა იქნეს გამოძიებული და არსებობს ბევრი კითხვის ნიშანი და ეს კითხვის ნიშნები არის მიმართული გიორგი გახარიასკენ. ანუ თქვენ არ გაქვთ ვის დარჩა ეს კითხვები? საზოგადოებას ეს კითხვები ნამდვილად არ დარჩენია. ეს კითხვები დარჩა იმ ადამიანებს, ვინც ახლა გიორგი გახარიაზე არიან გაბრაზებულები და ნაწყენები და მასზე აპირებენ პოლიტიკურ ვენდეტას და პოლიტიკურ შურისძიებას, იმიტომ რომ ამ ადამიანებს, ვინც ახლა ამ კითხვას სვამს და ვითომ მათში კითხვა არის დასმული, ეს ადამიანები მრავალი წლის განმავლობაში ამაყობდნენ 20 ივნისით. და იმ დღეს განხორციელებული იქ გამოყენებული თუ სხვადასხვა ქმედებებით. რატომღაც დღეს გახდა მათთვის პრობლემა 20 ივნისი. აი ეს ადამიანები საერთოდ ხმას არ უნდა იღებდნენ იმის მერე, რა სასაკლაოც მოაწყვეს რუსთაველზე დეკემბერში. აქედან გამომდინარე ეს კითხვები, რომელსაც ახლა თქვენ შემთხვევით, სრულიად შემთხვევით. აი თქვენ ახლა მაკოგომურს იყენებთ ზუსტად ისე, როგორც ამას ხშირ შემთხვევაში იყენებს ნაციონალური მოძრაობა. თეა წულუკიანი და ნაციონალური მოძრაობა მაკოგომურს იყენებს ზუსტად ერთნაირად. არავის ამ გოგოზე გული არ შესტკივა. მაკოგომურმა რო თვალი დაკარგა, ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, ეს არის ადამიანური ტრაგედია. და თეა წულუკიანმა და ქართულმა ოცნებამ ბიძინა ივანიშვილმა ეს ძალიან კარგად იცოდა 2019 წელსაც. 2020 წელს გიორგი გახარია დანიშნეს პრემიერ-მინისტრად და მერე საპარლამენტო სიის პირველ ნომრად. მაშინ არ იცოდნენ ეს ყველაფერი? ეხლა დასჭირდათ, არავისი თვალი ამ ადამიანებს არ აინტერესებთ, არავისი სიცოცხლე ამათ არ აინტერესებთ. ესენი არიან პოლიტიკურად განადგურებული ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ რომ ნებისმიერი ადამიანის ტრაგედია გამოიყენონ მათი პოლიტიკური შურისძიებისთვის.
დეკემბრის დარბევებზე მე შეგახსენებთ, რომ ადამიანები კომაში ჩავარდნენ და ვიღაცა თუ სიცოცხლით გადარჩა, ეს არის სრული შემთხვევითობა და ის, რომ ადამიანები ერთმანეთს ეხმარებოდნენ, დასახიჩრდა ხალხი და ადამიანები კომაში იყვნენ. და ეხლა რატომ ვამბობ ამას? ეს რომ ადამიანების პირადი შურისძიებით არის გამოწვეული ახლა 20 ივნისის გიორგი გახარიაზე წამოწევა და ის რომ ამ ადამიანებს არანაირი მორალი არ აქვს და როცა დასჭირდებათ ერთმანეთსაც გაწირავენ, ეხლა ძალიან კარგად გამოჩნდა თორნიკე რიჟვაძის ამბავში, ხო? ადამიანი თორნიკე რიჟვაძე, რომელიც კორუფციაში თავადვე დადეს ბრალი, შეეწირა და ეწირება და ბევრი ადამიანი შეეწირება კიდე ამას, მოსაკლავად გაიმეტეს, მერე წერილი ჩაუდეს ჯიბეში სამარცხვინოდ, რომელიც წერილს ლოგიკურადაც ვერ გამართეს, კრიმინალურ და სისხლიან გარჩევას, რომელიც მოყვა ქართველი ხალხის ჯიბიდან მოპარული ფულის გადანაწილებას და ქართული ოცნების წევრებმა თორნიკე რიჟვაძე მეგობრებიდან წაშალეს და მათთან ერთად დადებული სურათები წაშალეს. მე მგონია, რომ თქვენ ამ კითხვას ხშირ შემთხვევაში სვავთ ნაციონალური მოძრაობის წევრების დავალებით. იქედან გამომდინარე, რომ ზუსტად იგივე კითხვებს ავენ და იქნებ დასხდეთ ერთად ეს ქართული ოცნების მიმდევრები და ნაციონალური მოძრაობის წევრები ერთად და განიხილოთ და კითხვები დასვათ. ჩვენ სამართლიან გამოძიებას ვითხოვთ დიდი ხანია და ვიყავით ერთადერთი გუნდი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა 20 ივნისის ამნისტიას. 20 ივნისის გამოძიება უნდა მოხდეს აუცილებლად სამართლიან პირობებში და არა ჩუნჩალაძე მურუსიძის პირობებში და აი ამ ვითომ პროკურატურის პირობებში. ეს არის ჩემი პასუხი ამაზე. 15-ში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან, როგორ ფიქრობთ, რა დამოკიდებული იქნებათ მათ? პერსონალური სანქციები შეიძლება თუ არა, რომ იქნებოდ მათ შორის მოსამართლეების მისამართი? ზოგადად რა გზავნილები იქნება და როგორ რას უნდა ველოდოთ, ეს უკვე დიდი ხანია გასაგებია და ცხადია სამწუხაროდ, იმიტომ რომ ქართული ოცნების მმართველობამ შეგვიყვანა ესეთ სამწუხარო ჩიხში. ამ შეხვედრებზე იქნება გიორგი გახარიაც, ამიტომ გიორგი გახარია ყველანაირად შეეცდება, რომ ეს სანქციები, რომელიც მომართული იქნება ჩვენი ქვეყნისკენ, არ შეეხოს ქართულ ხალხს და შეეხოს იმ ადამიანებს, ვინც ამას იმსახურებენ რეალურად და ვის გამოც აღმოჩნდით აი ამ ძიმე მდგომარეობაში. ქართველი ხალხი არ იმსახურებს, ქართველმა ხალხმა ძალიან ბევრი იბრძოლა და იშრომა, თუნდაც ვიზა ლიბერალიზაციისთვის, ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის წნეხი, ის სანქცია, რომელიც რეალურად ძალიან სამართლიანია, არ შეეხოს ქართულ ხალხს და შეეხოთ იმათ, ვინც დღეს ქვეყანას ძარცვავს, ვინც დღეს ქვეყანას აგდებს ასეთ დღეში, ამიტომ გიორგი გახარია, რომელიც იქნება ყველაფერს გააკეთებს ამისთვის. შემდეგი კითხვა მართულ ქართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. გახარია საქართველოს გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა, მათ შორის თქვენი პარტიის წევრი გიორგი სიმიშვილი ემიჯნება ქართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებასთან. ჩვენთან საუბრის დროს, პარიტასთან საუბრის დროს თქვა, რომ პარტიებმა საკუთარ გადაწყვეტილებას უნდა გადახედონ. გახარია საქართველოსთვის გუნდში არის პოზიციის გადახების რესურსი? ჩვენ ვიბრძვით დემოკრატიისთვის და განსხვავებული აზრის პატივისცემისთვის. თუ ოპოზიციაში ყოფნის დროს ვერ შევძლებთ განსხვავებული აზრის პატივისცემას, მაშინ მერე ვინ უნდა დაგვიჯეროს, რომ ამას შევძლებთ. ჩვენ გუნდში არის დემოკრატია, ჩვენ გუნდში ბევრ საკითხთან დაკავშირებით. ყოველთვის სხვადასხვა აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ან განსხვავებული აზრის მიუღებლობა გვაქვს, ან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს აქვს ჩვენი მიუღებლობა. თავიდანვე აზრთა უმრავლესობით მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, ამიტომ ეს გადაწყვეტილება არ გადაიხადება. ის რომ ჩვენ გუნდში ვიღაცას განსხვავებული აზრი აქვს, პრობლემას არ წარმოადგენს, იმიტომ რომ დიახ, ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ განსხვავებული აზრებით შევძლოთ თანაცხოვრება. რა ხდება ოცნებაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, რასაც მითხრობს? ეს არის კორუფციული გარჩევები? რა თქმა უნდა, ეს არის კორუფციული, სისხლიანი გარჩევები, სისხლიანი და კრიმინალური დაპირისპირება ქართველი ხალხის ჯიბიდან მოპარული ფულის გასაყოფად და გადასანაწილებლად, რაც არის სამარცხვინო, იმიტომ რომ დღეს ეს ადამიანები მივიდნენ აქამდე, ერთმანეთს ხოცავენ, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ერთმანეთს ებრძვიან, ქურდულ, ქუჩურ, კრიმინალურ და სისხლიან დაპირისპირებაში არიან იმისთვის, რომ გაიყონ ჩვენი ბიუჯეტიდან მოპარული ფული.
ბრიტანეთთან თაბალატაში საუბარი დაიწყო ბიზინა ივანიშვილის მიერ ვირჯინიის კუნძულებზე არსებული ქონების შესახებ. თემთა პალატის წევრების ნაწილი მათი ხელისუფლების მხრიდან დროულ რეაგირებას ითხოვს. არის თუ არა რეალური ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან ოცნების დასამცირების პერსპექტივა? ჩვენ იცით რომ დიდი ხანია მუშაობთ იმის რომ ბრიტანეთის მთავრობამ დაასანქციროს პროპაგანდისტული არხები, იმიტომ რომ დღეს რეჟიმი რაზეც დგას, ეს ყველაზე დიდი იარაღი არის სწორედ პროპაგანდისტული არხები, ამიტომ ჩვენ მათგან ვითხოვთ და ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ ამას მივაღწევთ, იკვებება რეჟიმი პროპაგანდით და ამას ხელს უწყობენ პროპაგანდისტული არხები, რომლებიც სამწუხაროდ ზემოქმედებენ ქართულ ხალხზე, სარგებლობენ მათი სიღარიბით, სარგებლობენ მათი მდგომარეობით, აშანტაჟებენ, აშინებენ, ყოველდღიურად კერავენ სხვადასხვა საქმეს, აქედან გამომდინარე, ვინც უნდა დასანქცირდეს ბრიტანეთის მხრიდან დღეს, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ეს არის პროპაგანდისტული არხები. გიორგი ვაშაძემ წერილი გამოაქვეყნა ცოტა ხნის წინ ციხიდან საუბრობს თუ როგორ უნდა განვითარდეს ახლა მოვლენები, მაგრამ ერთ-ერთი ეს ჯამუნარიდი ერთიანობის გარეშე რეჟიმის დამარცხება შეუძლებელია და რაც უფრო დაპირისპირებულები და დაგსაცულები გამოჩნდებით, ეს არის რეჟიმის ინტერესიც. ამიტომ კომპრომისი ერთმანეთთან არის გადამწყვეტიო, კრიზისიდან გამოსავალს კი ისევ სამართლიან არ არის. ხელახალ არჩევნებში ხედავს. როგორ ფიქრობთ, რა არის თქმა უნდა ვაშაძეს, როცა ამბობს, რომ კომპრომისი ერთმანეთთან არის გადამწყვეტი? ხო, არ ვიცი ამ შემთხვევაში რას გულისხმობს ეს გეგმა, რაც ვაშაძეს წარმოდგენილი აქვს, ალბათ მისმა მიმდევრებმა უნდა განახორციელონ და თავის თავზე უნდა მიიღონ. ალბათ თავის თავს უნდა დაუსვან ეს საკითხი და ეს კითხვა. ავთი ეს ხალხი ბოიკოტის მომხრეები ლაძღავენ ყველას და ყველაფერს და ალბათ მოუწოდებს თავის მომხრეებს, რომ შეწყვიტონ მოღალატეების სახელი ყველა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებისთვის. ამ წერილში იმასაც ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებს იმაზე დიდ მნიშვნელობას მივანიჭებთ, ვიდრე სინამდვილეში აქვსო. რამდენად მნიშვნელოვანია ახლა თვითმმართველობის არჩევნები ქვეყანაში და მასში მონაწილეობა? თვითმმართველობისთვის რომ მნიშვნელოვანი არ არის სულ ვამბობთ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველა არჩევნები, რომელიც კონსტიტუციით არის დანიშნული, ეს არის ქართული ხალხის მოდაპოვარი. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც არის კონსტიტუციით დანიშნული, შესაბამისად ეს არის ქართული ხალხის საკუთრება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველი და ამ ქვეყნის მოქალაქეები არ დავტოვოთ პირისპირ ქართულ ოცნებასთან და იმ პროპაგანდასთან, რომელსაც დღეს ახორციელებს ამ ქვეყანაში რეჟიმი. ამიტომ ჩვენთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის იარაღი, ვაპირებთ ამ იარაღის გამოყენებას. ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს არის პარტიულად ნეიტრალური კანდიდატების მოძიება, ამ პარტიულად ნეიტრალური კანდიდატებით ბრძოლა მთელ საქართველოში. ხო, აქ რო იყო ხო რა სამბობ რა. ვინ უნდა გადაიბარო ნაციონალური მოძრაობის რეჟიმს და რეჟიმს ვეძახი სულ გაწყვეტილი აქვს საკუთარ ამორჩეულთან ყველანაირი კომუნიკაცია. მაგათ კომუნიკაცია გონიათ, რომ რაღაც აქ რო ვიღაცებს ელაპარაკებიან, ეს არის საკუთარ ამორჩეულთვის არც უკითხავთ, ალბათ მკითხეს, მაგრამ პასუხი ყოველ შემთხვევაში არ მოусმენიათ რეგიონებში და ხო, არ ვიცი, ვისაც შეძლებენ გადაიბირონ, ხო? სად უნდა გადაიბირონ? ამდენი ხანი ვერ გადაიბარეს. მერე რო გადაიბირებენ, მერე რა მოხდება? აი გადაიბირებენ. ხო, არ მივლენ, მერე დიდი რაოდენობა რა ვიცი. ერთი მეოთხედი რომ მიდის, ის არჩევნები ჩატარებულად ითვლება, ხო? ხო, ეს უკვე მეტყოლებს იმაზე, რომ ისინი გაყალბებას აპირებენ. ნუ რაც დიდი ხანია ისედაც ვიცით. ეხლა თუ გაყალბებას არ აპირებ, როგორ შეიძლება თქვა, რომ ყველა რეგიონში მოიგებ და ყველა მუნიციპალიტეტში მოიგებ, ხო? როგორი რას ქვია რატო? ანუ რას ქვია რატო დავთანხმდით? ანუ ვაჩუქოთ? კი, ანუ მივცე. თუ გაყალბდება.
გაყალბდება, მაგრამ ეს მას არ ნიშნავს, რომ უნდა აჩუქო. რეჟიმია, ტოტალიტარული მართლობა. და სწორედ ეს კვლევები აძლევთ ამის საშუალებას, რომელიც თქვა, ესეთი განცხადებები არის, და ასეთი დამაჯერებლობა მათი არის. ხო, მათ ეგონათ, რომ თბილისში ამ საპარლამენტო არჩევნებზე დამაჯერებლად იგებდნენ, მაგრამ ვერ მოიგეს თბილისში, ხო გახსოვთ კარგად ეს კვლევები თვითონ კი ჰქონდათ დამყარებული, მაგრამ ვერ მოიგეს და აუცი არჩევნები რო ყალბდება, ეგ არ არის იმის არგუმენტი, რომ ამ არჩევნებზე ვარი თქვა, ხო? აი აუცი იმ ხალხს, რომელიც მიდის და ქართული ოცნების წინააღმდეგ აძლევს ხმას, რა უნდა უთხრა? აი ყალბდება და არ მიხვიდე? სამწუხაროა. მაშინ რატო შედიხართ? ხო, ნუ ხო ბიძინა ივანიშვილს არ უნდა რომ შევიდეთ, მაგრამ რა ვქნათ არ ვჩუქნით ბიძინა ივანიშვილს ამ არჩევნებს და ის რომ ძალიან დიდ კომფორტში იქნება ჩვენ თუ არ შევალთ, ვერ მივართვით ეს, ამიტომ მას რომ დისკომფორტი შევქნათ, ამიტომ შევდივართ. თუ იგებენ მაშინ დისკომფორტი სადაა? ანუ ვისთვის რა არის მოგება, ხო? ბიძინა ივანიშვილის მოგება არის ის, რომ მოისყიდის ვიღაცებს და აშანტაჟებს. ნარკოტიკს ჩაუდებს და ამით მოისყიდის არჩევნებს და ჩვენთვის მოგება არის ბრძოლა და ის რომ არ ჩუქნი ბიძინა ივანიშვილს არჩევნებს და არ ჩუქნი ადამიანებს და არ ტოვებ პირისპირ. ბიძინა ივანიშვილი ოცნებობს მაგაზე რომ დავტოვოთ ეს ხალხი პირისპირ და არ დავტოვებთ ახლა არ აქვს მნიშვნელობა რამდენი პროცენტი იქნება აქ დაწერილი იმაზე არჩევნებზე. აქ თავარია ბრძოლა და ჩვენ ვიბრძვით მაგისთვის. კი ეცადა ყველანაირად ბიძინა რომ ჩამოფეშორებინეთ, მაგრამ ვერ შეძლო.